პირველი რაც მინდა გითხრათ ძვირფასებო, შენ როგორც მორწმუნე და როგორც ღმერთის სიტყვის მცოდნე უნდა განსაზღვრო მოურავი ხარ თუ მეპატრონე შენი ქონების. სიტყვა მოურავი ღმერთის სიტყვაში არის კიდე როგორც მნე, როგორც სახმართველი, ასე არის მოხსენიებული. მოდით წავიკითხოთ ღმერთის სიტყვა ლუკას 16:1. იყო ერთი მდიდარი კაცი, იესო ქრისტე ამბობს, ყავდა სახმართველი, ანუ იგივე მოურავი, რომელზეც ამბავი მიუტანეს ქონებას გინიავებსო. დღეს ჩვენ ესეთი სიტყვა მოურავი არ გვყავს, მაგრამ ძველად იყო ხოლმე ესეთი რაღაცა და როდესაც მე ვნახე ლექსიკონში ასეა განმარტებული, მოურავი იგი იყო მებატონის მემამულეების მართველი. ანუ მოურავი მართავდა ყველაფერს, მაგრამ მისი საკუთრება არ იყო. ანუ მოურავ შეეძლო ბრძანებები გაეცა, აქ დათესეთ, იქ მოიმკე, მომკული იყოს, ესე იგი, მთელი ბიუჯეტი, ფინანსები მის ხელში იყო. მაგრამ რეალურად ყველაფერი ეკუთვნოდა სხვას. მას შეეძლო ეთქვა, რომ წელს შემოვიდა $10,000, $5,000 იმაში დაიხარჯა, $3,000 იმაში და ფურცელს მისცემდა. და დღეს შენ შეგიძლია მე მოგცემ მხოლოდ $2,000, რომელიც უნდა დახარჯო. მეტი არა. და მამულები ყველაფერი სხვისი იყო, მაგრამ ის მართავდა, მან იცოდა ყველაფერი. ხვდებით ძვირფასებო, რაც არის მოურავი. ახლა ჩვენ უნდა გავსაზღვროთ, ჩვენ ვართ მოურავები, ყველაფერი იმისა, რაც ღმერთმა მოგცა, თუ ჩვენა ვართ მეპატრონეები. ამ იგავში, როდესაც იესო ქრისტეს იგავი მოყავს, მას იგავი მოყავს იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ ღმერთის კანონები. ადამიანის საკუთრება არის ის, რაც მან მოიტანა დაბადებისას და რასაც ის წაიღებს სიკვდილის შემდეგ. ეს არის მისი საკუთრება. რა მოიტანე შენ დაბადებისას? არაფერი. რა მიგაქვს აქედან? არაფერი. ეს არის შენი საკუთრება. შენ როდესაც დაიბადე, განსაზღვრე დაბადების წინ, სად დაიბადო, როგორ დაიბადო, როგორი წყვილი ქონდეს, როგორი თმა ქონდეს, ის ყველაფერი შენ განსაზღვრე? არა, ყველაფერი მოგცეს. როგორც მოურავს მიცემენ ხოლმე, ეტყვიან რომ აი ჩემი მიწები და უპატრონე. აი შენი სიმაღლე, აი შენი ტვინი და გონება, აი შენი ინტელექტი. ზოგიერთი ინტელექტუალურია, ზოგიერთი არ არის. ხო ასეა? ზოგი მაღალია, ზოგი ლამაზია, ზოგი არც ისე ლამაზია. ზოგი მოდელი გამოვა, ზოგს კიდე არ აქვს ეს ასე ვთქვათ ფიგურა, ხო? ზოგიერთი რომ გამოიპრანჭება აი მოდელი, ვითომ თვითონ შექმნა თავისი თავი. არა. ზოგიერთმა რაღაცას ინტელექტუალურად მიაღწია. ხო? გამოიგონა რაღაც. ვინ მისცა ის გონება? მითხარი ერთი, ვინ მისცა ის გონება? შენი შვილი რო ძლიერია მათემატიკაში, იმიტომ რომ შენ იმუშავე და ძლიერი გახდა? არა. ვიღაცას კარგი ხელოსანი არის, საიდან? ვიღაცა შეუძლია თავისი სახლი, თავისი ხელით ააშენოს. ზოგი კიდე ლურსმანს ვერ მიაჭედებს. სამაგეროდ, ვინც ლურსმანს ვერ მიაჭედებს, მას შეუძლია მაღალი ტექნოლოგიებში იყოს განვითარებული. ყველაფერი არის ღმერთისაგან, ძვირფასებო. სულ ყველაფერი არის ღმერთისაგან მოცემული. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვქმნით, ფინანსები იქნება, შვილები იქნება, ოჯახი იქნება, რაც იქ ყველაფრის მოურავები ვართ, ძვირფასებო. ამიტომაც არის, როდესაც კვდება ადამიანი, ვერაფერი ვერ მიაქვს. მილიარდელია ჩაქცეული მილიარდელი არის. ერთ თეთრს ვერ წაიღებს. დიდება ჩვენ უფალს. ამიტომ
იესო როდესაც ამბობს, ახლა ჩვენ ამიგავს არ გავყვებით, მაგრამ იესო ამბობს, რომ და შენ უნდა იცოდე, რომ როგორ თვლის შენ თავს დედამიწაზე, ხარ როგორც მოურავი ღმერთის სიმდიდრის, რომელმაც მოგცა ეს ყველაფერი, თუ შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი საკუთრებაა. როდესაც შენ ხარ მოურავი, ყოველთვის ფიქრობ, რომ სიმდიდრე რაც შენ მოგცეს, ყველაფერი სწორად გამოიყენო. ფინანსები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ზოგი იტყვის, რომ მე ბევრი ვიშრომე და დავაგროვე ფული, სახლი ვიყიდე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, ყველაფერი ჩემი მარჯვენით, ჩემი ინტელექტით. არასწორი ხარ. არასწორი ხარ. იმიტომ რომ შენ მარჯვენა ინტელექტი და ყველაფერი მოგცა ღმერთმა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეგეძინა, მაგრამ შენ დაივიწყე ის, ვინც ყველაფერი ეს მოგცა. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ იმისათვის, რომ კურთხევა გქონდეს შენი ხელმძღვანელისაგან, შემქმნელისაგან, შემქმნელი არ უნდა დაივიწყო. თუ მოურავი იტყვის, რომ გაერთვება ახლა ამდენი ყველა ემორჩილება, ყველაფერი ესე იგი ვირასაც იტყვის, ყველა ასრულებს და უცებ იტყვის, რომ ეს მგონი ჩემია ეს ყველაფერი. ამაზე არის ეს იგავი. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მოურავი ხარ. იაკობის 1:17-ში წერია: ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან შუქთა მამისაგან. უნდა იცოდე, თუ რაიმე სიკეთე გაქვს ცხოვრებაში. თუ რაიმე სიკეთე გაქვს ცხოვრებაში, იცოდე, რომ ეს ღმერთისგან გაქვს ნაჩუქარი. და ამ საჩუქრით შეძლებ რაღაცის გაკეთებას. თუ დაზგა არ ექნება ხელოსანს, ის ვერაფერს ვერ გამოჩარხავს. მაგრამ იცოდე, რომ როდესაც დაზგა მოგცეს, შენი თავის ტვინი, ნუ ჩათვლი, რომ შენი ხელებით გამოაჩუქურთმე ყველაფერი და დაზგა არაფერ შუაში არის. თუ რაიმე ბოროტება მოდის, ბოროტისგან მოდის, მაგრამ ყოველი სიკეთე შენ ცხოვრებაში გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისაგან. საქმეების 17:18-ში წერია, რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, მხოლოდ მასში. დიდება ჩვენ ძლიერი იესოს. ამას ეს ყველაფერი მითო გითხარით ძვირფასებო, რომ შენი აზროვნება და მე ფინანსებზე და აზროვნების სტილზე კიდე ვილაპარაკებ, უნდა იცოდე, რაც შენს ხელში არის, ყველაფერი სიმდიდრე, როგორც მატერიალური ფასეულობა, ასევე ინტელექტუალური ფასეულობა, არსებობს ასეთი ტერმინი არამატერიალური ფასეულობა. აი მაგალითად ვიღაცამ რო ჩაწერა მუსიკა და ვიღაცამ ის ესე იგი მოიპარა, ამას ქვია არამატერიალური ან მისი ნიჭი წაიღო. ყველა მატერიალური არამატერიალური ფასეულობა, რომელიც შენ გაქვს, ჩამოდის ღმერთისაგან. ამიტომ უნდა იცოდე, რომ შენ ხარ უბრალოდ მოურავი და არა საკუთრების გამგებელი, რომელსაც არ გინდა რომ ხელი გაუშვა. დიდება იესოს. ამიტომ ყველა ადამიანის ძვირფასებო, თუ ის არ მონაწილეობს ღმერთის სამეფოს მშენებლობაში, მან უნდა იფიქროს და ილოცოს, რომ მისი გული განეწყოს. მე ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან, იცით, ეკლესია დგას შეიძლება ამ ადამიანებზე, რომლებიც მთელი გულით არიან ღმერთის საქმისაკენ. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ პავლე მოციქულიც ამბობს, რომ მინდა რომ ნაყოფი იყოს შენ ცხოვრებაში და ეს ნაყოფი მხოლოდ ფინანსური ნაყოფი არ არის. ეს არის კურთხევა და ეს არის ზეცის გახსნა შენ ცხოვრებაში.